მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ თამთა და ეს არის სფეროს პოდკასტი. დღეს ჩვენი სტუმარი არის კაიკონას თანადამფუძნებელი და ნეიროფსიქოლოგიის მაგისტრი ნინო მარკველაშვილი. დღეს ნინო გაგვიზიარებს ისეთ ღირებულ ინფორმაციას, როგორც არის ბავშვებთან ურთიერთობა, როგორ დავინახოთ ბავშვები პიროვნებებად და როგორ ვემეგობროთ მათ. აქვე სანამ უშუალოდ ნინოსთან დავიწყებთ საუბარს, მინდა გითხრათ, რომ ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცით, რომ სფეროს და კაიკონას ჰქონდა კოლაბორაცია, სადაც ნინომ ჩაატარა კურსი ბავშვებთან ურთიერთობის ხელოვნება და მინდა გაგახაროთ, რომ ეს კურსი 20-26 წლის დასაწყისში ისევ განმეორდება და მოკლედ იყავით ყურადღებით. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხარ. მადლობა მოწვევისთვის. მიხარია, რომ ესეც საინტერესო თემა შევახებით, იმიტომ რომ სანამ შენ გაგიცნობდი, არ ვიცოდი, რომ თურმე რამდენ რაღაცას ვაკეთებთ არასწორად, იმიტომ რომ უბრალოდ არ გვაქვს ინფორმაცია და არ ვიცით და ჩემთვის ძალიან ღირებულია ეს ინფორმაცია, რასაც შენ გვიზიარებ. რაც მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი არ არის რაღაც თეორია და არის მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები. ხშირად გვიჭირს ბავშვების პიროვნებება დახქმა. და რაღაც გონია, რომ ისინი არ არიან ჩამოყალიბებული პიროვნებები, ბევრი რამ არ ესმით და შეიძლება მათთან არ ვიქცევით ხოლმე ისეთი, არ ვიცი, პატივისცემით, როგორც შეიძლება მოვეპყრათ უფროს ან რაღაც დასრულ ადამიანს. ჩემი კითხვა არის შემდეგი, როგორ აღვიქვათ ისინი პიროვნებებად და როგორ მოვუსმინოთ მათ და როგორ დავინახოთ, რომ რეალურად მათი საჭიროებები არის ჩვეულებრივი ჩამოყალიბებული პიროვნების საჭიროება თუ მოთხოვნილება. მადლობა ამ შეკითხვისთვის. და ძალიან სწორად აღნიშნე, რატო არის მნიშვნელოვანი რომ აღიქვა პიროვნებად, ხო, თუ რა ვიცი ადამიანად. იმიტომ რომ ჩვენი რწმენები, რაც შენ ჩამოთვალე, ხო, რომ ეს ბავშვია, კაი რა, არ ესმის და ასე შემდეგ, ხშირად ხელს უწყობს მე ჩვენს ასე ვთქვათ, ძალადობრივ, ხო, შეიძლება უხეშად ჟღერდეს, მაგრამ ძალადობრივ ქმედებებს იწვევდეს რა. რაც გამოიხატება, არ ვიცი, გაკიცხვაში, დაცინვაში, მათი სურვილების უგულებელყოფაში, ანუ ვერ ვამჩნევთ, რომ მათი ყველა პატარა სხეულებრივი მიმანიშნებელიც კი არის გზავნილი, რომ მას რაღაცა ესაჭიროება, რომ მისი სხეული, მისი გონება რაღაცას განიცდის და ეს ჩვენ ხელშია, როგორ დავეხმარებით მის სხეულს, მის ნერვულ სისტემას, რომ გაიშალოს, როგორც ყვავილი და გაიხაროს, ხო? ამიტომ ხშირად არის ხოლმე ზუსტად ეს, რომ მოდი დავინახოთ როგორც ადამიანს, ხო, როგორც შენ მეზობელს რაღაცას რო გთხოვს და შენ ცდილობ რომ გაითვალისწინო თუ ის გაუკეთო, ასევე შევხედოთ პატარა ადამიანებსაც რა, იმიტომ რომ ერთი რომ ჩვენ ბევრად უფრო დიდი ძალმოსილება გვაქვს, ხო, მეტი რესურსი გვაქვს, დიდები და მომწიფებული ადამიანები ვართ განსხვავებით პატარებისგან, ამიტომ კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ, რომ ამ ადამიანებთან ერთად აი ცხოვრების გზა რაღაცნაირად სანდო, თბილი, მოსიყვარული, ამავე დროს ძალიან მკაფიო, ცხადი, ნათელი იყოს რა, ხო? რა მოგვეხმარება არის ზუსტად ეს, რომ გავიაზროთ, რომ ეს არის ცოცხალი არსება, ადამიანი, რომელიც რაღაც კონკრეტული პერიოდით განსაკუთრებულად არიან ჩვენზე დამოკიდებულები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არიან უსუსურები. ხო, ანუ კი მათ ჩვენ უნდა ვთქვათ, გამოვყვებოთ, დავეხმაროთ, გავათბოთ, დავარწიოთ, მაგრამ მათი ზუსტად იმიტომ, რომ ისინი გვაძლევენ სიგნალებს, ის ტირის, იმას ჩაეცინა, იმან დაიწყო რაღაცა ჭიჭყინი, ეს მაკეთებინებს მე, რომ მე მასზე ვიზრუნო. ანუ ეს პროცესი ზრუნვის და მოვლის არ არის ცალმხრივი პროცესი და როცა გავიაზრებთ ამას, რომ ანუ იმის პატარა მიმანიშნებლები რთავს ჩემში ზრუნვის ქცევებს, ხო? ეს ურთიერთობა მართლა ერთობაზე არის დაფუძნებული და არა ვთქვათ რაღაცა ძალმომრეობაზე ან ვიღაცა უფრო ის რა ქვია მე ვუკეთებ ყველაფერს ჩემ შულს, ხო? ანუ
ერთად ვაკეთებთ, ხო? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხო, ერთად უნდა კეთდებოდეს რა, რაც დაზოგავს ჩვენს ენერგიასაც და თვითონ ეს პროცესი, მშობლობის პროცესი, ბევრად უფრო საინტერესოც იქნება და დამაჯილდოებელი, როგორც შენთვის დასულისთვის, ასევე ბავშვისთვის რა. როგორ ვიყოთ ბავშვის პარტნიორი და მეგობარი და რა უნდა გააკეთოს მშობელმა იმისთვის, რომ როდესაც ბავშვი განიცდის რაღაც მძაფრ ემოციებს, რომლის გადალახვაც შეიძლება მისთვის რთული იყოს, რომ გაგვიზიაროს, ვიყოთ ამის თანაზიარი და რაც თავი მოკლედ მარტო არ გრძნოს. იმიტომ რომ ზოგადად მე რამდენადაც ვიცი, ყველა ტრამვის საფუძველი არის ის, რომ ბავშვმა ვერ იგრძნო თავი, ესე ვთქვათ, დანახულად და რაღაც თავი იგრძნო მარტო. თორე შეიძლება რაღაც ძალიან ძაფრი მოვლენა მოხდეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს არ აღვქვამს ის, რომ ეს მარტო გაიარა, შეიძლება ტრამვა არც ჩამოყალიბდეს, მაგრამ აი ძალიან არ ვიცი, წირ რაღაცაზე მოდი ესე ვიტყვი, რაც ვერც ვიფიქრებთ, რომ შეიძლება ტრამვა დარჩენილიყო, იმიტომ რომ მან რაღაც ვერ დაინახა, რომ მის გვერდში ვინმე იყო და თავი მარტო სულად ჩათვალა. არ ვიცი, დაიტრამვა. თუმცა მე არ ვამბობ, რომ რაღაც ტრამვები აუცილებლად ცუდია, იმიტომ რომ ისინი გვაყალიბებს პიროვნებებად და თუ რაღაც ამას არასწორად ვამბობ, ესეც მინდა რომ შემისწორო და შენი აზრი დააფიქსირო. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, ხო? არ აქვს მნიშვნელობა რა გამოცდილებებს გავივლით და ცხოვრება ყოველთვის მოიცავს რაღაც მტკივნეულ პროცესებს, ხო? ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ იმ პროცესში თავი არ ვიგრძნოთ მარტო. და ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი ჯერ მშობელი უნდა იყოს თვითონ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც დაბალანსებულ მდგომარეობაში, თუ არ ვიცი, რეგულირებულ მდგომარეობაში, იმიტომ რომ რეგულირებულ მდგომარეობაში ჩვენ ძალიან ზუსტად აღვიქვავთ მეორე ადამიანის მიმანიშნებლებს, ხო? იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ, რომ ბავშვი ტკივა, ბავშვი განიცდის რაღაცას, ხო? მე უნდა შევამჩნიო, მეც უნდა მეტკინოს. ანუ ჩემი ოღონდ ეს არ არის ემოცია ტკივილი, ეს არის შეგრძნება ტკივილი, ხო? ანუ რაღაცნაირად მეც უნდა ვრეზონირდე, უნდა მივხვდე, რომ რაღაცა ისე არ არის და ეს მშობლებს ყველას აქვს, ხო? ინტუიტურად გრძნობ შენ რომ რაღაც ისე არ არის, თუმცა თუ ჩვენ თვითონ ვართ ამოვარდნილი ქაოსში, ქრონიკულ სტრესში, ხო? ჩვენი ეს უნარი რომ დავრჩეთ და ჩემ თავს უთხრა რომ მოიცა არ არის ხა საჩქარო რომ გავამხიარულო ან მოვაგვაროთ ეს პრობლემა ან ის რა ქვია გადაუტანო ყურადღება სხვა რამეს რომ შეგვილია შევყავდეთ და ვიგრძნოთ ხო რომ საშიში არ არის თვითონ გრძნობა საშიში არ არის აი ეს იზღუდება როცა ადამიანი და უფროსი ადამიანი არის დისრეგულირებული ამიტომ პირველი რჩევა არის რომ თვითონ მშობლებმა უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სიმშვიდეს,ზე ჩვენს ბალანსზე, ხო, რაღაცნაირად ეს აიწონა, ხო, რაღაც ერთხარეს თუ ვართ გადახრილი და ხვდებით, რომ გზნებული ვარ ძალიან მღელა, მოუთმენელი, რა ვქნა, რა გავაკეთო, რა მომეხმარება მე, რომელიც ამ დაჭიმობას მომიხსნის. მეორე არის, რომ ამ სიტუაციაში ჩვენ ბავშვებს საშუალება უნდა მივცეთ, რომ იგრძნონ. ხო, იგივეს განმეორდები, რომ საშიში არ არის თვითონ გრძნობა. ჩვენ სხვანაირად ვისწავლეთ, ან საერთოდ არ გვასწავლეს და სხეული ავტომატურად ცდილობს, რომ დაიცვას საკუთარი თავი იმისგან, რაც ძალიან მძაფრია, ხო? ანუ არ არის ადვილი. ამიტომ ჩვენი მიზანი არის, რომ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ის ემოცია, ის შეგრძნებები, რაც გამოვლინდა, რომელიც დაახლოებით 90 წამი გრძელდება, ხო, რომ გამტარი გახდეს, აი ეს გავატაროთ, ამას ხელი არ შევშალოთ და მერე უკვე დავეხმაროთ რაღაცნაირად ახლებურად ხედვაში, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ თუ გავიჭედეთ, რაც გვჭედავს არის მერე ჩვენი ფიქრები და ის მნიშვნელობა, რაც ამ მოვლენას მივანიჭეთ.
და თუ ჩვენ ამას შევხედავთ როგორც ბუნებრივ ძალიან ლამაზ პროცესს, რომ შენმა გონებამ, ჩემი შვილის ნერვულმა სისტემამ რაღაცა საფრთხე აღიქვა. ხო, იმ რაღაცა არასასურველი, არასასიამოვნო მოვლენის დროს. ანუ ეს დააფიქსირა და ამან იგრძნო ეს ემოცია, შეგრძნებები, ხო? ეს არის გზა, რაღაცნაირად, არ ვიცი. ხე სიტყვა თავში არ მომდის, სადაც შეგიძლია რომ რაღაცა ძვირფასი აღმოაჩინო. რა არის შენი შვილისთვის მნიშვნელოვანი? რა აღელვებს მას, ხო? ის ლამაზი, ის ძვირფასი რაღაცები, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ განცდებს ქმნის, ხო? სამართლიანობა არის, არ ვიცი, ჰარმონია, ყურადღება და კავშირი, ხო? და ამით ვიგებთ რა არის ჩემი შვილისთვის მნიშვნელოვანი, რა ამოძრავებს მას და შესაბამისად უკვე ესე ველაპარაკები უკვე ჩემს რომ ვაუ, დე, შენთვის როგორი მნიშვნელოვანი ყოფილა ყურადღება. ხო, რა თქმა უნდა. რა მაგარია, როცა რაღაცა ყურადღებას გაქცევს, გამჩნევს, გიყურებს და ეს არის დაფასება, ხო, იმ ემოციის, იმ განცდის, რაც ღირებულია. და როგორც კი დააფასებ შენ იმ აი ამ შეგრძნებების მიღმა არსებულ ცხოვრებისეულ განცდას, ყველაფერი თითქოს თავის ადგილას დგება, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ხო, რისთვისაც ვგრძნობთ რაღაცებს, არის ეს შინაგანი მამოძრავებელი ცხოვრებისეული განცდები, რომელიც სასიცოცხლო ძალა არის რა, ხო, და ყველა ლამაზია, ყველა შესანიშნავია და აი რაც უფრო დავიწყებთ დაკვირვებას, რომ რატომ ღელავს, რა იყო აქ ასაღელვებელი. თუმცა ხე შენ უფრო რაღაცა თავიდან რომ დაიწყეთ ტრაუმულ რაღაც გამოცდილებებზე ამბობდი, იქაც კი, ხო, ანუ ნებისმიერ სიტუაციაში ყველა აი ამ შეგრძნების მიღმა აუცილებლად ვიპოვით, თუ დროს დაუთმობთ და ეს შეიძლება იყოს ჩუმი თანდასწრება მისი ტკივილისა, ხო, არ არის აუცილებელი რომ ავხსნათ. ეს უკვე საკმარისია. იმიტომ რომ ჩვენ უნდა ვენდოთ და გვჯეროდეს, რომ ადამიანის ცოცხალი, ანუ ეს სული, ხო, აუცილებლად ანუ თავისით იკურნება, ხო? ჩვენ უბრალოდ ხელი უნდა შევუწყოთ ამაში. თავისით, ანუ მოვიდა ეს ემოცია შეგრძნება, პიკი ჩამოვიდა. აი პროცესია. ამას ხელი უნდა შევუწყოთ რა. და ჩვენ ხშირად ხოლმე ვაფერხებთ, იმიტომ რომ ვანიჭებთ ნიშნულობებს რა, რომ ეს იმას ნიშნავს, ეს ალბათ იმის გამო მოხდა. რომელიც თავისთავად ძალიან მაგარი არის და მე შეგვიძლია ამაზე დავფიქრდეთ, რომ ჩვენ კიდევ უფრო რაღაცა მოქნილები ვიყოთ და კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, რომ ცხოვრებით ვისიამოვნოთ, მაგრამ აი იმ მომენტში, ხო, ყველაზე მნიშვნელოვანი არის თანაგრძნობა, რაღაცნაირად თანაზიარობა ამის და ნდობა, ცოდნა, რომ ეს არის ბუნებრივი პროცესი და ეს აუცილებლად დავალაგდება, რაღაცნაირად დაიწრიტება, თუ ჩვენ სივრცეს მივცემთ რა, ამ პროცესს. და ეხლა რასაც ამბობთ, თან როგორ მისმინება, იცი, რომ როგორც ჩვენს ზრდასრულ მეგობარს მოვექცეოდით რა და ეს შენგან ვიცი, რომ პატივისცემით, აი როგორც მოექცეოდი ზრდასრულ ადამიანს, როგორც მოგეწონებოდა, რომ შენ მოგქცეოდნენ და ეგ რომ მაქვს ხოლმე ტვინში მართლა მიმარტივდება რა და თან აი იმას ვიხსენებ ხოლმე, რომ მე ბავშვი ვიყავი, როგორ მესიამოვნებოდა და მე გამახსენდა, აი სულ ამბობდი, რომ აი პატივისცემა ძალიან მიყვარდა ბებიაჩემი, იმიტომ რომ მის გვერდზე მე თავს ბავშვად არ ვგრძნობდი, ანუ ვგრძნობდი, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი ზრდასრული ადამიანი, რომლის აზრსაც პატივს სცემდა, ანუ ყველაფერში მრთავდა და ეს ანუ იმხელა სიყვარულის მანიშნებელი და გამომხატველი იყო, რომ აი ისეთ კვლავ მახსენდა ბებიაჩემთან გატარებული წუთები, რომ არ ვიცი რა ფასდაუდებელია ჩემთვის. გეოცა. მიხარია რა ყავდა ეგეთია. მადლობა.
მაინტერესებს როგორ უნდა შეუწყოთ ხელი ბავშვის განვითარებას ემოციურად, კოგნიტურად თუ ქცევის კუთხით. პირველ რიგში ესეთი ხა მე რა ფილოსოფიასაც ვეყრდნობი და რა პერსპექტივასაც იქ არის სახლის პრინციპი და ზუსტად აი ამ სამი კომპონენტის ამ სამ კომპონენტში ზრდა განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ყურადღება მივაქციოთ რას ვაკეთებთ და როგორ ვასაზრდოვებთ აი ამ რაღაცა სამ შრეს. პირველი ახსენე ემოციური, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი სიყვარულის გამოხატვა. სიტყვებით. არ ვიცი, მოსიყვარულე სახელებით, ხო? შეხებით, კოცნით. ყველას თავისი აქვს, მაგრამ არის რაღაცა უნივერსალური, ხო? ჩვენ უნდა ვაგრძნობინოთ, გამოვხატოთ. თქვათ, რომ მე შენ მიყვარხარ. ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ემოციურ კავშირში შედის ასევე ბავშვის ინიციატივის აყოლა, მიყოლა, ხო? მე რაღაცა იხებ შენს ბებოზე რო გაიხსენე, ერთი არის შეიძლება თვითონ გრთავდა და დაინახა სადღაც რომ შენ ეს ქსიამოვნებს, შენ ამას აკეთებ, სადღაც შეიძლება შენ თვითონ მიხვედი და თვითონ რო რაღაც საჭმელს აკეთებ და შენც რაღაცა დაიწყე, რაღაცის კეთება და სავარაუდოდ შემაბებია ზუსტად ეგ გააკეთე, რომ შენს ინიციატივას აყვა. ანუ რაც შენ გააკ, ბებო, მოდი, აბა ერთად მოვარიოთ, კარგად, ხო? ანუ ინიციატივის აყოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ნელ-ნელა მე დავიწყო ექსპრესია გამოვხატო, ხო? მე როგორც ბავშვმა და ზრდასრულმა, რომ ვა, მე რა მომწონს, მე რა მსიამოვნებს, საით მიდის ჩემი ყურადღება. ამაზე უკვე ვისაუბრეთ, როცა გვტკივა და როცა ცუდად ვართ, როგორ უნდა დაუჭიროთ მხარი, ესეც ემოციური კავშირის ნაწილია და ბოლოს არის შემჩნევა და რაღაცნაირად აღიარება, დაფასება ბავშვის ქცევების, ბავშვის არ ვიცი, თუნდაც მოქმედებების, ხო, როგორ ვაჩვენებთ, რომ ის რაც ამ ბავშვმა გააკეთა, გავლენა მოახდინა ჩვენზე, სხვაზე, სამყაროზე, მიწაზე და ასე შემდეგ. ხო, ეს უკავშირი უნდა მივცეთ, რომ ეს არის ძალიან საინტერესო, კარგი, ლამაზი, აღმაფრთოვანებელი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ შენ წვლილი შეგაქვს სხვების რაღაც კეთილდღეობაში. მერე მოდის უკვე კოგნიტური, ხო, კოგნიტური განვითარება, სადაც უბრალოდ ეს მთელი ეს ყველაფერი ერთად მიმდინარეობს, უბრალოდ ხა ჩვენ ვყოფთ. როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენ შვილებს, რომ ნელ-ნელა დაიწყოს სამყაროს შემეცნება, ხო? ანუ რა ხდება ჩემ შიგნით, ხო? შინაგანი სამყარო რა ხდება გარეთ, რა სიტყვებს ხმარობთ, ხო? რას ნიშნავს ეს, რა ზომებია, ფორმებია, ხო? ის რაც უკვე რაღაცა ლოგიკური, სიტყვიერი სიტყვიერ სამყაროში არის, ხო? აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქცევინოთ, ხო? რაღაცას შენ თუ დაინახავ და შეამჩნევ, რომ უამრავი ჩიტი ერთად დაფრინოს, შეგიძლია, რომ მისი ყურადღება მიიპყრო და უთხრა, რომ დე, ნახე, აი ხედე, რამდენი ჩიტია, ხო? იმიტომ რომ ბავშვი შეიძლება სხვაგან არის, არაფერს კი დაინახა, ხო? ამიტომ მე თითქოს ვეხმარები მას, რომ ისეთი რაღაცები შეამჩნიოს ამ სამყაროში, რაც გაშლის, რაც არ ვიცი, რაღაცა კეთილგანწყობას შეუქმნის ამ სამყაროს მიმართ, ხო? ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის აღწერა, დახასიათება, ანუ ხო, ის, რასაც ჩვენ ვიყენებთ, მოკლედ იმისთვის, რომ უკეთესად შევიმეცნოთ და გავიზარდოთ და რაღაცნაირად კავშირები დავამყაროთ და კოგნიტურ განვითარებაში ასევე შედის მოვლენებს შორის კავშირის დანახვაც, ხო, რომ შეიძლება ეხლა მე და შენ წიგნს ვკითხულობთ აქ და აქ რაღაცა ვაშლები ხარდია, მაგრამ მე როგორც უფროს შემიძლია რომ გავახსენო, რომ შარშან კი არა და არ ვიცი, გუში რომ მამა მოიტანა ბევრი წითელი ვაშლი, ზუსტად ესეც ის ვაშლია, ხო? ანუ შევაკავშიროთ. ძალიან მნიშვნელოვანი არის განვითარებისთვის
ჩვენი რიტუალების, ჩვენი კულტურის, ხო, ჩვენი თამაშობების გაზიარება, სიმღერების, ხო, რომ არა მარტო მე ჩემი და ჩემი შვილის ურთიერთობა არის რეალურად, ხო, რომ რაღაცნაირად ამ ცნობიერებაში ესეც შემოვიტანოთ, რომ ჩვენ პასუხისგებლები ვართ, რომ ის რაც წარსულში იყო, ის რაც დაგვიტოვეს, რაც ღირებულია, ის გავუზიაროთ ახალ თაობას, რომ ეს არ დაიკარგოს, რომ იმ ამდენი ადამიანის ღვაწლი, აღმოჩენები გავრცელდეს და პირიქით დაშენდეს და ჩვენ ერთი ვიამაყოთ, რაც ამაყვა და ასევე რაღაცნაირად დავიტიროთ ის, რაც არ გამოვიდა, რაც რითიც დავაზიანეთ, ხო, ერთმანეთი და ადამიანები. შენი ამბების, შენი მშობლების, ბებია, ბაბუების ისტორიების მოყოლა და ასე შემდეგ. და ბოლოს არის ქცევის კუთხით, ეს არის უკვე ბოლოს საფეხური, სადაც ჩვენ ვეხმარებით ჩვენ შვილებს, რომ ყარად დადგენ მიწაზე ფეხზე, ხო? მიწაზე ფეხით. რომ სულ ჩემზე ჩამოკიდებული არ იყოს. როგორ ვეხმარები ჩემ შვილს რაღაცა ახალი უნარის ათვისებაში, ხო? რომ არც ის რომ მევაკეთებ ყველაფერს და არც ის რომ კაცო შენ დამოუკიდებელი უნდა იყო და აბა შენი თქვენი, ხო? სად არის ბალანსი, სადაც მეც ვეხმარები, რაც შენ თქვი, ხო, რომ მარტო არ იქრსნოს თავი. შენ აკეთებ, მაგრამ მე შენ გვერდით ვარ რა და თუ დაგჭირდება, ხელსაც მოკიდებ და ერთად ვიზავთ. ეს და ბოლო ყველაზე მნიშვნელოვანი არის საზღვრების დაცვა, ხო? როგორ ვეხმარებით ჩვენ შვილებს, რომ რაღაცეებზე უთხრათ არა. იმიტომ რომ არ მოსულა. ხო, თუ ჩვენ გვინდა რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს და ისეთ სამყაროში ვიცხოვროთ, ბუნებრივად რაღაცებს ვაკეთებთ ხოლმე, მაგრამ ამის გაცნობიერება რომ ეს არ მოსულა, ხო, ამას ეს არ არის მისაღები, მაგრამ შეგიძლია ეს ექნა, ან თუ ქენი როგორ შეგიძლია რომ გამოასწორო ეს, ხო, რაღაცნაირად პასუხისგებლობის აღება ჩვენ თავზე, რაც მოხდა იმაზე. ეს ამ ნაწილში მგონი ძალიან ბევრს გვიჭირს ხოლმე როგორ დაეხმარო შენ შვილს რომ აი სოციალური ნორმები რაც გვინდა რომ არ ვიცი სოლიდარობა, გათვალისწინება მეორე ადამიანის, არ ვიცი, ანუ არაჩაგვრა, არა ძალადობა, ხო? ამისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ეს საზღვრები დავიცვათ. თუმცა ეს საზღვრები უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული, ხო? ეს საზღვრები ზუსტად ისე უნდა დავიცვა და ისე უნდა შემოვსაზღვრო რაღაცები, რომ ამ ადამიანს ერთი ღირსება არ შეულახო და მეორე რომ ვაჩვენო ალტერნატივები. რომ ის რო ეს მოხდა, არ ნიშნავს რომ ამით დამთავრდა, არ ნიშნავს რომ შენ რაღაცა უგუნური ხარ, ან შენ ხარ მოღალატე, ხო? ანუ ეს ნიშნავს რომ არსებობს გზები, რომ რაც გააკეთე არის ძალიან სამწუხარო, რამხელა ზიანი მიადგა, მაგრამ რა გავაკეთოთ ახლა რომ გამოვასწოროთ? ანუ ეს არის მოკლედ ერთი მთლიანი დიდი სახლი და ასე უნდა ავაგოთ ეს სახლი, შესაბამისად ეს ნიშნავს რომ ურთიერთობები რა ჩემ გარეშე, ჩემი შვილის ემოციური, კოგნიტური და ეს რაღაც რეგულაციური, ქცევითი განვითარება შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი როლი, რა ვიცი, როგორც ხარაჩო, როგორც რა ვიცი, საყრდენი, ხო? საყრდენი, მშენებელი, გადამხურავი. ხო. შენ ახლა ახსენე საზღვრები და ეს კითხვა მინდა რომ დამესვა და მოდი ახლა უფრო ცლად ჩავშალოთ თუ შეიძლება. ესეთი კითხვა მქონდა რომ ამ ბოლო დროს შემჩნევია რომ წამოვიდა რაღაც ესეთი აღზრდის მეთოდი, მოდი მივცეთ ბავშვს სრული თავისუფლება. მე ვსაუბრობ ოღონდ საკმაოდ პატარა ასაკზე, ვთქვათ 0-დან 1 წლამდე, რაღაც 0-დან 3 წლამდე. თუმცა შენ თქვი რომ მნიშვნელოვანია რომ საზღვრები ვიცოდეთ და მეც რაღაც ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ რაღაც ტრენინგზე ვიყავი ცოტა ხნის წინ და ფასილიტატორი ეს რაღაცას ამბობდა, რომ კი, ბავშვმა უნდა იცოდეს საზღვრები, იმიტომ რომ შენც რო გაგიშვან უდაბნოში, პირობითად რო შევადაროთ, მე რო გამიშვან უდაბნოში და
საერთოდ საზღვარი არ არის ამ ხელა გაშლილი სივრცე არის. კი, შენთან შფოთვის დონე მატულობს. რო იცი რომ პირობითად აი აქ მთავრდება, შენ უფრო მშვიდად ხარ და უფრო გააქვს აქ რაღაც ლავირების და ნავიგაციის საშუალება და ანუ შენც ესე ფიქრობ რომ ბავშვმა უნდა იცოდეს რომ რაღაცები არ მოსულა და თან მგონი რომ მაგით როცა მას ვასწავლით რომ რაღაც არ მოსულა, თვითონაც სწავლობს საზღვრის დაცვას, რომ ანუ მასაც შეუძლია თქვას არა, რაღაცები არც ჩემთან არ მოსულა, ხო? კი, მეთანხმები. ნათქვამს ბოლოს რაც თქვი, უბრალოდ მინდა აღვნიშნო, ხა რაც შენ აღნიშნე თქონიდან 1 წლამდე, ხო? ზოგადად ესეც მინდა რომ ადამიანი არის ძალიან მრავალშრიანი, მრავალფეროვანი, ხო? ანუ ეს პატარა ბავშვებიც მოკლედ ცოცხალი პროცესია რა. 0-დან 1 წლამდე იმიტომ თქვი სახლის პრინციპი, იმიტომ რომ პირველ რიგში მე 0-დან 1 წლამდე ვიზრუნებდი ემოციურ მხარდაჭერაზე. ხო, ემოციურ და ეს თვითრეგულაციის სხეულებრივ, ბუნებრივ რიტმებზე რა. მგონი ძალიან ის მომივიდა ზედმეტი, ხო? ხო, ანუ ესეც ხო, მე ნელ-ნელა ხო რაღაცა 8 თვის, 9 თვის სადღაც რო მოგპორჭყნის შემთხვევით ხო თუ თამაშობს და იკვლევს. ხო, ამ შემთხვევაში ნამდვილად უნდა უთხრათ, რომ არა, ვაიმე, ეს არის ესე მტკივა, ხო? ანუ აი ეს, ანუ ამას გულისხმობს საზღვრების დაცვაში, ხო, რომ რას ვაკეთებთ. და ეს კი ნამდვილად აუცილებლად უნდა რაღაცნაირად შევამჩნიოთ. ასევე არის რომ ბავშვს უნდა ინიციატივის მიყოლა რა არის რომ ხოსეუბნები ბევრ რამეს რა, მაგრამ ის თუ სადღაც შენ დაგახტა და დახტის შენზე და გრძნობ რომ უცელი ტკივა, ხო? ამ დროს ეუბნება ვაუ, დემ ტკივა. ანუ ეს რაღაც საშიში არ არის რა, ხო? ანუ ამას ეუბნება რომ დემ ტკივა ესე არა რომ იმან იგრძნოს რა არის ჩემი საზღვარი. ჩემთვის რა არის სასიამოვნო და ჩემთვის რა არის უსიამოვნო, იმიტომ რომ სხვანაირად თუ არ დაარღვია ეს საზღვარი ამ ბავშვმა, ვერასდროს ვერ გაიგებს, რომ შენ თურმე მუცელზე რო გახტები, არ გიყვარს. ვერ გაიგებს ვერასდროს. და მე რაღაც სიტუაციაში რო გაიზრდება და უცბად შემთხვევით რაღაცა და მოგარტყა, დაგახტა, შეიძლება შენ აფეთქდე და ამ ბავშვისთვის იყოს ეს შოკის მომგვრელი, რომ ვერ მიხვდეს საერთოდ ანუ რა მოხდა? იმიტომ რომ არასდროს შენ მაგალითად არ დაგვიფიქსირებია რა არის მიუღებელი ჩემთვის რა. ანუ ეს საზღვრის დაცვა მინდა აღვიქვათ როგორც და ძალიან სწორად აღნიშნე ბავშვი თვითონ სწავლობს მე როგორ გამოხატოს რაღაცები, იმიტომ რომ ცოცხალი არსებები ვართ და რაღაცეები ჩვენთვის არის მიუღებელი. ამას შენი სხეული გეუბნება ისევ, ხო? ამას ისევ შენ გრძნობ, სადღაც თუ მოიჭიმე, ხო, რომ სადღაც პატარა არა რო არის და თან არა, ხო? და და ვიღაცები უკუვაგდებთ. ანუ ეს რომ მე ვენდო ამ ჩემს პატარა მოჭიმვას და გამოვხატო, ისე რომ არ შემრცხვეს. ოღონდ არც ისე რომ მეორე ადამიანს რაღაც დავადანაშაულო, ხო? როგორ შეიძლება მოკლედ გონია რომ შენ შეკითხოს რომ მიუბრუნდეთ ძალიან ბუნებრივი პროცესი არის საზღვრების დაცვა, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ ადამიანებმა ერთმანეთით ვისიამოვნოთ. და როცა რაღაცა არის უსიამოვნო, რაც ბუნებრივი პროცესი არის, ჩვენ ეს უნდა გამოვხატოთ. აი როგორ გამოვხატავ, როგორ იცავ ამ საზღვრს, ამაში გვაქვს სავარჯიშო, ხო? ისე რომ არც იმ ადამიანს შეულახოთ ღირსება, არც ჩემი თავი დავკარგო, მაგრამ ამავე დროს კაფიად დავაფიქსირო, რომ ჩემთან ესეთ სიტუაციებში არ ვსაუბრობთ ამაზე რა, მაგრამ ბებოსთან რო წავალთ, ხო? იქ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან თავისუფლად ვარ იქ ბებო, არ ვიცი, ხო? ანუ მოქნილობა ძალიან მნიშვნელოვანი არის. და მოკლედ კითხვას რომ მიუბრუნდეთ, ყოველთვის არის რა, ყველაფრის უფლება მივცეთ, არის არაჩვეულებრივი, ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ შენ უქმნის სივრცეს, სადაც ბავშვს შეუძლია რომ მთელი სამყარო გამოიკულიოს, მაგრამ არ არსებობს ეგეთი ადგილი, სადაც უცბად რაღაცა, რა ვიცი, შეიძლება ხო შტეპსელთან მივიდეს და ხო, იქ უკვე აღარ არის. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ, ანუ საზღვრის დაცვა არის დამცველობითი ფუნქცია და არა სადამსჯელო ფუნქცია. აი ეს ხო არ ვიცი.
ხა მესმის რაც თქვი და მოყვები და თან მაგაზეც რა გამახსენდა რომ ზოგადად მგონია რომ ჩვენ ვიცავთ ხოლმე ადამიანების საზღვარს, ოღონდ ეგ საზღვრის დაცვა არ არის ჩემი აზრით, რომ აი შენ ცუდი ხარ ხა ის რომ გააკეთე და ესე რომ მომეკეცი რა და რეალურად არ ვიცი ბავშვი იქნება თუ ზრდასრული ადამიანი საზღვრის დაცვა თან ისე რომ ამ მეორე ადამიანის შეგრძნებებსაც პატივისცე და მას პატივისცე ხო ის არის რომ პირობითად ნინო რომ დამარტყი მე ტკივა და არ მომწონს და არა ის რომ აი რაღაც ნინო რა ცუდი ხარ რომ დამარტყი ხო და მაგ საზღვრის დაცვას გულისხმობდი და შენ რაც ისაუბრე მივხვდი რომ შენც რაღაც ამ საზღვრის დაცვას გულისხმობ რა რომელიც არის სიყვარულით სავსე, რომელიც მოიაზრებს იმას, რომ საზღვრები გვეხმარება იმაში, რომ ურთიერთობები უფრო სასიამოვნო იყოს და ზოგადად ურთიერთობას სჭირდება საზღვრები, რომ შეინარჩუნოს არ ვიცი, ჯანსაღი ჩარჩოები რა. ბევრად უფრო ინტიმური ხდება, იმიტომ კი არა რომ უნდა გქონდეს, ანუ ბუნებრივი პროცესია რა, რაღაცას შე რო იტყვი და გაგეცინება და თუ ეს ხუმრობა ჩემთვის უცბად ხო? ანუ ამას ვეუბნები, იმიტომ რომ მე თუ და რომ ვეტყვი, ხო, და ის რო უცბად შეცბება, ხო, შერცხვება და მე ის რო რაღაცას მეტყვის. ანუ აი ეს პროცესი გაცვლა გამოცვლის, ეს ჩვენს ურთიერთობას ბევრად უფრო ინტიმურს და სიღრმისეულს ხდის, იმიტომ რომ ამიერიდან მე მესმის, ამიერიდან მე მინდა რომ შენ გაგიფრთხილდე, იმიტომ რომ შენი ნეგატიური რეაქცია ჩემთვის უკვე დასჯარი, ანუ არ მაჯილდოვებს. ანუ ეს უკვე საკმარისია და ის რაც შენ თქვი, რასაც მე ჩვენ ვამატებთ, რომ არ გცხვენია და რანაირად იქცევი, რა გჭირს. ეს უკვე ის მორალისტური არის, ხო? უკვე გადავდივართ ამ შეფასებას და დახარისხებაზე, რომ შენ დამატებით კიდე შეგრწყვეს. მაგრამ მე რომ მეტკინა უკვე და ჩემი სახე ანუ გამოხატავს ამას, ის ავტომატურად გრძნობს და მისთვის ეს უკვე უსიამოვნოა და ის უკვე ბუნებრივად ცდილობს რომ ეს უსიამოვნება გააქროს. და ჩვენ აღარ გვინდა, ხო? ან რომ ზემოდან კიდე რაღაცები დავადოთ. ამიტომ ძალიან ლამაზი პროცესია, არ არის მარტივი, იმიტომ რომ როცა ხეცი ეგრევე ტრიგერდები, ბუნებრივი რეაქცია, იმიტომ რომ სხეულს უნდა რომ გონებას უნდა რომ გადაგარჩინოს, ხო? იქ რო შენ ცოტა გამოფხიზლდე და მართლა საფრთხე არ არის და პროსტო შემილია რომ გამოვხატო და უთხრა რომ არ მომწონს ესეთი რაღაცა ხო ანუ ამაში სავარჯიშო გვაქვს რა ეხლა რა გამახსენდა ან ბებია ჩემი ყოველთვის რაღაცას როდესაც მიხსნიდა რომ აი ეს მოდი არ გააკეთო ამიტომ და ამიტომ ყოველთვის ვუჯერებდი მოკლედ რას ჩვენ ამბობ ხოლმე ახლა ხვდები რომ ესეთი ურთიერთობა მქონდა ბებია ჩემთან რა ჩვენ ვიყავით პარტნიორები და ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და შესაბამისად რაღაცაზე რომ თხოვდა რომ ბებო მოდი გთხოვ ეს აღარ გააკეთო ამიტომ და ამიტომ ანუ სიხარულით აღარ ვაკეთებდი იმიტომ რომ ჩვენ ვიყავით ერთმანეთის პარტნიორები და რა პატივისცემასაც გრძნობდი მისგან ჩემს მიმართ მინდოდა რომ ზუსტად ეგ პატივისცემა მიეღო და ამაგარი. ოკეი. იცი რა ჩვენ ახლა ვისაუბრეთ რაღაც შეფასებებსაც შევახეთ, ხო? ზოგადად შენგან ვიცი რომ ჩვენ ბავშვებს არ ვაქებთ და არ მარტო შენგან სტენფორდის უნივერსიტეტის და კიდე სხვა რაღაც კვლევები არსებობს რომ ის რომ ბავშვს აფასებ და ქება კი შეფასება არის არ არის კარგი და ჩვენ რომ გონია რომ რაც უფრო ბევრ შევაქებთ ბავშვს ვეტყვით აი რა კარგი ბიჭი ხარ, რა კარგი გოგო ხარ, ის უფრო რაღაც თავდაჯერებული და მოტივირებული გაიზრდება, კვლევებიც აჩვენებს რომ არ არის ეგრე და პირიქით შეიძლება უკუ რეაქცია ქონდეს. და მე მეც რო დავფიქრდი აი მაგალითად ვიღაც რო სულ მაქებს და არ ვიცი ჩემი რაღაც ბაჩვენა, ჩემი შემოქმედება და შემაქო. მეც ზრდასრულ ადამიანსაც ჩემთვის ფიქრი რომ აი ეხლა რომ ვაჩვენებ, კიდე რომ აღარ შემაქოს და მან ძალიან რეზონირებს, რატო არ ვაქებთ ბავშვს. მაგრამ ხა შენ მინდა რომ აგვიხსნა. ქება დიდება ხო? ანუ ჯერ განმარტოთ ხო რას გულისხმობთ, ანუ შენ კი შეხე ჩვენ რა არ შეიძლება ხო? რას უბრალოდ
თხოვთ რომ არ გააკეთონ მშობლებმა არის ის რომ მშობლებმა მასწავლებლებმა ზოგადად ურთიერთობაშიც დიდებმა არის რომ ის რასაც ბავშვი გააკეთებს ხო ეს შევაფასოთ როგორც მისი პიროვნული მიღწევა ხო რომ ჩემმა შვილმა ვიღაცას კანფეტი რო გაუზიარა ის არის კეთილი რაც თითქოს ცუდად არ ჟღერს ანუ ორივე მხრივ არის რა ნეგატიური კუთხითაც არის და პოზიტიური კუთხითაც არის თითქოს ცუდი რა არის ამაში მაგრამ იმ მომენტში ხო ჩვენ ეს რო სიკეთე მაგალითად ზრუნვა ამ ღირებულებებს უნდა ვილაპარაკოთ ხმამაღლა რომ ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ ადამიანებს მოვეპყროთ სიკეთით და რა არის სიკეთე ანუ მე ჩადიხარ სიღრმეებში მაგრამ ის რომ მე კონკრეტულ ქცევას მივაწერ მის მთელ რაღაცა პიროვნულ თლიანობას აი აქ ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ და როგორც ჩვენ მაგალითი მოწმობს ასე არის რა ჩვენ დამოკიდებული ვხდებით ერთი შეფასებაზე მეორე არის ის რომ უკვე გვეშინია რომ რამე რო არასწორად ვქნა და მე ეს რო არ იყოს იგივე შეფასება რო არ მივიღო და ეს ხელს გიშლის შენ რომ დაიწყო შეცდომების დაშვება ხო და შეცდომების დაშვება რა არის რომელიც მე შენ დაგხვეწავს ხო მთელი ეს რა ვიცი ხელოვნება რა არის რომ რაღაცებს ხატავ მე მოგწონს არ მოგწონს აკვირდები და ყველაზე მტკივნეული ჩემთვის ეგ არის ზუსტად რომ ადამიანები იმიტომ რომ არ შეეშალოთ იმიტომ რომ არ მიიღონ კრიტიკა ზღუდავენ საკუთარ სასიცოცხლო ენერგიას ძალას და ინგლისურად არის playing small ხო ანუ ის ვინც ხარ ის იდეა და ის სილამაზე რაც ნელ-ნელა თან უნდა ისე ყვავილით გაიშალოს ეხლა ზღუდავ რომ თითქოს არა ხო ჯობი არ ვიცი და არ ვიცი კაი არ ქნა აი ესეთი ნიუანსები არის რა ხო რაც ხელს უშლის მე კრიტიკის მიმართ უკავშირის მიმართ ბოდიში ადამიანები რაც თუ ვაქებთ ჩვენ ბავშვებს ხშირად რომ რა ყოჩაღი ხარ აი ამ შეფასებებს გქონდ რა ყოჩაღი ხარ რა მაგარი ხარ რა ლამაზი ხარ ჩემპიონი ხარ ეს რა ქვია სამაყოა დაიმსახურე აი ეს მორალისტური განმასხვავებელი აი დამყოფი შეფასებებია ხო რომ ან ესეთი ხარ ან ესეთი ხარ და ეს არის რაღაცა უკიდურესობებში როცა ხო ნუ რეალურად იმ ბავშვმა რაც გააკეთა მე გამიხარდა რაღაცა ხო ამიტომ შემიძლია რომ მე თვითონ თქვა რომ დე შენ ეს რო გააკეთე ხვდები რომ ამ რაღაცაზე ეს რა ქვია უზომოდ გამიხარდა იმიტომ რომ მე უზომოდ ვაფასებ ის რა ქვია ვიცი ყურადღებით მოპყრობას და შენ როგორ შეამშე რომ იმას უკვე ეტირებოდა მიხვედი და გაუზიარე შენი კანფეტი თუ რაღაც ხო ანუ მე ვლაპარაკობ ჩემი თავიდან გამომდინარე და როგორც თუ თავიდან აღვნიშნე ეს უნდა იყოს ჩვენი არ ვიცი დაფასება შექება ერთი რომ მისმა ქმედებებმა რა გავლენა მოახდინეს და ეს უნდა გავახოთ მე ვფიქრობ ესე რომ ეს ლამაზია ხო მე ვფიქრობ იმიტომ რომ ბავშვობაში სულ ესეთი კუბიკები იყო მუზეუმებში და ჩემთვის ეს არის ლამაზი მაგრამ და აქვე ვამატებ რომ ამ ბავშვებს გაუფართოვოთ თვალსაწიერი რომ მაგრამ იცი რომ იმ მუზეუმში ერთი ფერის კუბიკები იყო ჩალაგებული და ამან დაიმსახურა არ ვიცი რაღაცა უამრავი ტელევიზია მოვიდა $1,000,000 გაიყიდა რომ ვაჩვენოთ რომ ბევრნაირი ანუ არ არის ერთი კრიტერიუმი სილამაზის არ არის ერთი კრიტერიუმი ცუდად მოქცევის არ არის ერთი კრიტერიუმი კარგად ყოფნის რა ამიტომ ჩვენი ენა უნდა რაღაცნაირად დაუხვეწოთ გავამრავალფეროთ და გავამდიდროთ რომ უკვე დაყოფის ნაცვლად შევაკავშიროთ ავღწეროთ რა დაინახე რა მოხდა რა შედეგი მოიტანა ამან ეს საკმარისია და ეს ნიშნავს რომ შენ ხედავ და აფასებ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ყვება რომ ბავშვობაში მოკლედ მისი არასდროს არ აფასებდა იმიტომ რომ თავში არ ავარის ესეთი წარმოდგენა ქონდათ ხო ეს მეორე უკიდურესობა რომ საერთოდ არ იმჩნევდნენ ანუ გულში გაუხარდებოდათ მაგრამ ამ ბავშვს არაჩვენებდნენ რომ შენ გავლენა იქონია რომ ეს დიდი რამე არის რეალურად ამასაკში ამის გაკეთება ვაუ არ ველოდით ხო
ეს გვჭირდება, როგორც ისევე მგონი იგივე იმას ტრიალდებით, რაც შენ დაიწყე, რომ უნდა დაგვინახონ. ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ შეგვამჩნია. კავშირი გაქვს, რომ შინაური ხარ რა, რომ ამ ოჯახის, ამ სამყაროს ნაწილი ხარ და როგორ ხვდები, როცა წვლილი შემაგ, ხო? მე მახსოვს კურსზე ერთმა მონაწილემ მკითხა შენ ჩემი შვილი ხშირად ხატავსო და აი რომ მოაქვს ეს ნამუშევარიო, აბა უთხრა რომ შევაქაო და შენ უთხარი ესეთი რაღაც რომ შეგიძლია უთხრა ეს რომ როგორ მომწონს როცა ხატავ და როცა ჩართული ხარ ამ პროცესში რა და მანდ გავიაზრა ეგ რომ ია რა ფასებ ანუ რაც თქვი რა რაც მოხდა იმას აღწერ რა. ჩემთვის ხო, ანუ მე მომწონს როცა შენ ხატავ, იმიტომ რომ გრძნობ რომ აქ შენ რაღაცა ახალ საოცარ რაღაცებს ქმნი. ხო, ან ნახაც რომ მოიტანს, ამჩნევ როგორი ნახატია. ვაუ, სუპერსონაჟები ყავს დახატული. ეს პერსონაჟები კომიქსის პერსონაჟებს გავს. ანუ რას ხედავ, რომ გავხდეთ დამკვირვებლები და არა შემფასებლები. ამაში რო ვივარჯიშოთ რა. რატომ ვეუბნები ამას, რომ მე მომწონს შენ როცა ხატავ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენ როცა ხატავ თავს გრძნობ კარგად, რომ ეს შენთვის გამაჯანსაღებელია, რომ შენ ამ დროს შემოქმედი ხარ, ხო? ანუ ეხა ცოტა შიში მქონდა რომ ადამიანმა არ დაისწავლოს ეს ფრაზა და მე მომწონს რომ აი მექანიკური რო არ გახდეს, ხო? აი ეს რო გავიაზროთ, რომ ამას იმიტომ ვეუბნები, რომ ეს ვხედავ, რომ მისთვის ძალიან დიდი სარგებელია, ხო? რაღაცნაირად მას არგებს ეს და ეს მახარებს მე, რომ შენ იმას აკეთებ ამ ცხოვრებაში, რაც გახარებს. ბოლო კითხვას დაგისვამ, დღეს რაღაცნაირად ფუფუნება გახდა ის, რომ ბავშვთან, შვილთან გაატარო დიდი დრო და ამავდროულად უზრუნველყო ისიც, რომ არ ვიცი, მატერიალური საჭიროებები კონდეს დაკმაყოფილებული. რას ეტყოდი მშობლებს, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, რომ თვითონ თავისი ოჯახი, შვილები, არ ვიცი კიდევ ვინ იყვნენ უზრუნველყოფილები, თუმცა ეს რაღაც დანაშაულის შეგრძნება დაყვებათ, რომ შვილთან შეიძლება მცირე დროს ატარებენ. რას ეტყოდი ამ მშობლებს და როგორ არ ვიცი, გააძლიერებდი? ხო, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ და დავაფასოთ რამ ხელა როლი აქვთ, ხო? ანუ რამდენ რამეს შვებიან იმისთვის, რომ ამ ბავშვებს, არ ვიცი, ქონდეთ შვილებს, ქონდეთ საკვები, ჩასაცმელი, ხო? ანუ მადლობა და ეს ძალიან დასაფასებელია. მეორე ის, რომ ისინი განიცდიან დანაშაულის გრძნობას, ხო? და ფიქრებში მიდიან, რომ აი რაღაცას აკლებენ, აი ეს უკმარისობის განცდა ისევ არის სისტემური წყობების შედეგი რა, როგორც არის მოწყობილი სხვადასხვა სისტემები, როგორც მუშაობს, არ ვიცი, როგორც კეთდება ფული, ხო, არ ვიცი, კარიერულად როგორც ავდივარ, ანუ აი ეს წყობები არის, ხო, გაბატონებული ფორმები ცხოვრების, რომელმაც გამოიწვია ეს გრძნობები. რაც ბუნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ მოწყობილები ვართ, უზუმწოვრები ადამიანები, იმის რომ ესე ვცხოვრობდით თემური, ხო, თემებად ვცხოვრობდით და გადანაწილებული იყო, ანუ იგი იყო რა, რომ კი, მაშინ შეიძლება არ ვქონდა ამდენი რაღაცა კომფორტი და ასე შემდეგ, მაგრამ აი ეს რომ ბავშვები ერთად რომ თამაშობდნენ, ხან აქეთ შენი ნათესავი, შენი ძმისშვილები თუ ძმები, დები, ისინი აქცევენ ყურადღებას, აქეთ ვიღაცა საჭმელს აკეთებს, აქეთ ვიღაცა მიწაზე მუშაობს, ხო, ანუ გადანაწილებული იყო და იყო სიმშვიდე, ხო? თავისი მინუსები იყო, რა თქმა უნდა, მაგრამ ესე ვართ მოწყობილი. ამიტომ ყველაფერს რო ერთი ადამიანი იღებს თავის თავზე, ბუნებრივად იხლიჩება ადამიანი და ავტომატურად მოდის მერე უსიამოვნო შემარცხვენელი ფიქრები. აი, ჯერ ეს მინდა რომ გავიგოთ, რომ ესეთი დიზაინი აეწყო ჩვენი ცხოვრება ინდუსტრიალიზაციის მერე და ეს ამის ბუნებრივი შედეგია.
და ამასთანავე გავიაზროთ, რომ თქვენი ყოველი შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის როცა ხარ სახლში, ის როცა შენ შვილს ნახულობ, ხო? ეგ არის მნიშვნელოვანი. როცა იქ ხარ, ონლაინ ხარ, არ ვიცი, ემიგრანტი ხარ და ტელეფონში ხარ. მაშინ როგორ უსმენ? მაშინ როგორ აჩვენებ, რომ მისი ამბავი გაინტერესებს, ხო? თუ სახლში ხართ, დილით რო იღვიძებთ, თუ ერთად იღვიძებთ, ის მომენტი გამოიყენეთ და ამას ოქროს მომენტებს ვეძახით. ანუ არ გვჭირდება დამატებითი ექსტრა მომენტების შექმნა, რაღაცების გამოგონება, ჩვეულებრივ ყოფით ცხოვრებაში, თუ მე ყურადღებით ვიქნები და გონება გაწმენდილი მაქვს, თანდასწრება, ხო, ანუ თანაზიერი ვხდები, ჭამის დროს, დაბანის დროს, ძილის დროს, აი იმ მომენტში 10 წუთი, ნახევარი საათი მასთან ერთად ყოფნა არის საჩუქარი. ეგ უკვე საკმარისია, ხო? მე რა თქმა უნდა მოთხოვნებთან ერთად რაღაცა სხვა საჭიროებები აქვს, ანუ გამოწვევები და მე იმ გამოწვევებთან შეჭიდება, ხო? ანუ ძალიან რთულია მშობლობა, ძალიან და შენი თავი ხო, ანუ არ ვიცი, ცხამთას იქით რო იყოს შენი შვილი გრძნობ ისევ შენზე მოქმედებს, ხო? ანუ ეს კავშირი უწყვეტია. მაგრამ შეგვიძლია რომ ავირჩიოთ უკვე რომ რას მივაქციო ყურადღება, როგორი ფიქრები ვასაზრდო, რა კიდე ამ რაღაცა დანაშაულზე სირცხვილის განთავში თუ დავინახო რომ ვაუ, ნინო, რამდენიმე შვები რა, აი ამასაც აკეთებ, ამასაც აკეთებ. შენ შვილის კეთილდღეობაზე ზრუნავ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საკმარისია. და ხო შეიძლება რომ დილით რო ვიღვიძებთ, მაშინ ვაკოცო, უთხრა რომ ძალიან მიყვარს. უთხრა რომ საღამოს დაურეკავ თუ სახში არ ვიქნები რომ შევლე მესიჯი მომწეროს, არ ვიცი ხა სხვა ასაკზე ვლაპარაკობ ერთდროულად, მაგრამ ბევრ ამას ვერ ვირჩევთ, ამით დავამთავრებ ალბათ, რომ ბევრ ამას ვერ ვირჩევთ და ჩვენზე არ არის ბევრი რამე, მაგრამ შეგვიძლია რომ ავირჩიოთ აწი როგორ გავაგრძელოთ რა, ჩემი ყოველდღიურობა რა. ხო, რომ დავაფასო ის პატარა 5 წამიანი თუ 10 წამიანი შეგებება. რომ მოვედი სახში და ის შეიძლება თამაშობს ბავშვი, ხა, კომპიუტერში რა დაველოდო, როდის რაღაცა და მივიდე და დე, გამარჯობა, მომენატრე. აი, მიყვარხარ და ნახოთ ახლა ერთად რამე გავაკეთოთ. აი 5 წუთით, 10 წუთით. უკვე ეგ არის. ანუ ხარისხი არის მნიშვნელოვანი იმ გატარებული დროის. Yes. ძალიან დიდი მადლობა ნინო. მართლა ძალიან მიყვარს ყოველთვის შენი მოსმენა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები, ბავშვობა და ბევრი რაღაც მოდის ბავშვობიდან. ამიტომ მადლობა კიდევ ერთხელ და ძალიან გაფასებ და ჩემთვის გულწრფელად ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი ადამიანი ხარ. მადლობა რომ გვისმინეთ. მგონია რომ მე და ნინო ძალიან ვისიამოვნეთ და იმედია რომ თქვენც ისიამოვნეთ და გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილებები, თქვენი შეფასებები და მოკლედ შევხვდებით სფეროს პოდკასტში იქ სადაც თვით შემეცნებას არ უჩანს ბოლო.